მეგობრებო, დღეს გავჩერდი ავსტრიის ერთ-ერთ პარკინგზე, მანქანით და მინდა რომ გადავიღო რა ჩვეულებრივი პარკინგი, როგორ გამოიყურება. აქვე არის რესტორანი და ბარემ რესტორნის ფასებსაც გაჩვენებთ, თუ ერთჯერადი ჭამა რა ჯდება რა. ერთჯერადად რომ მიირთვას მძღოლმა რა დაუჯდება ავსტრიაში. მოდი ჯერ პირველ რიგში დაგათვალიერებინებთ გარედან. აქვე დავაპარკინგე გუშინ მანქანა პირველივე და ორ ნაბიჯში არის აგერ მშვენიერი რესტორანი. შესანიშნავი ამინდი. ხედი იდეალური, სუფთა ჰაერი. კარგი ადგილია. საერთოდ ხშირად მანქანაში ვაკეთებ საჭმელს, იმიტომ რომ ყველაფერი მაქვს აბსოლუტურად. გაზი, ქვაბი, ტაფა, პროდუქტიც, მაგრამ დღეს გადავწყვიტე რომ ვიდეოსთვის შევიდე რესტორანში და თან მეზარება საჭმლის გაკეთება. თან მეც მაინტერესებს რა ფასებია, რა აქვთ. როგორ არის? წერან სურათები დავათვალიერე Google Maps-ზე და კაი რაღაცები იყო. თებში აჰა. Schmeckt auch Beilage. Also jeder macht was. Kies schmeckt Beilage. Wie, es soll die Welt als Holland lässt. Muss man heute davon sagen. Ja, vielleicht ist er nicht. Aber ich kicsi Beilage. Ich habe eine Idee. Klingt es gut. Das tut er mir, oder wie? Ich schmeckt. საერთოდ მოკლედ ეს ლაზანია ღირდა 16 და 20. და ბრინჯიც რო ავიღე. იმ კაცმა უთხრა რომ ეს ბრინჯიო ზედმეტ, ანუ ბრინჯი არ მიათვალეო შენო და რატო არ მიათვალეო სავარაუდოდ რა. მე ავსტრიული არ ვიცი და ჟესტიკულაცია ისე მაქვს დამუღამებული რომ ხვდები ხოლმე უკვე. ვირას ეუბნევა. Ja, შევიდეთ. შვენიერი. საკაიფო. ადგილია. ოპა. მოკლედ ახლა აქ წვენსაც ვიყიდიდი რა. მაგრამ წვენი არ მინდა. საერთოდ დამოვიწყდა მიჩევ არ მინდა. ხო, ლაზანია და ბრინჯი. მოდი გავსინჯოთ ჯერ ლაზანია. ამ კამერის ფეხი ხო ვერ ვიყიდე სელფის ჩოხი რომ ეს დავაყენო და გადავიღო საკაიფოდ. ცხოვრებაში ვსინჯავ სულ პირველად მგონი ლაზანიას და არც ვიცი ეს ლაზანიაა თუ არა. გჭამდა გარფილდი ამ ლაზანიას. ამას გავს. ვნახოთ. საორ გარფილდს იმენა კაიდადაც ყვარებია ხო იცი შენ. ძალიან გემრიელია. მოკლედ ახლა შევჭამ და მე იქით გვერდით კიდე არის რესტორანი. უბრალოდ კალონკა რა ბენზინგასამართ სადგური და იქაც ყიდიან რაღაცეებს, იქაც შეგახედებთ. ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული პარკინგი, არ გეგონოთ რომ რამე განსაკუთრებულია. უბრალოდ გზაზე რომ მიდიხარ მძღოლი ყოველ 40 კილომეტრში დაახლოებით პლუს მინუს გვხვდება ესეთი დიდი პარკინგი, სადაც არის საპირფარეშო, სააბაზანო, ესეთი რესტორანი, ყავა შეგიძლია დალიო და მანქანა დააპარკინგო, რა თქმა უნდა. ესეთ ადგილებში ყოველთვის ღირს ძვირი საჭმელები, იმიტომ რომ ეხლა მძღოლი ვინც აჩერებს, ამაზე არ დაიწყებს, რა შევიდა თუ ხშია, უნდა გააჩეროთ. თან მით უმეტეს ეს ადგილი მოშორებულია, დასახლება ახლოს არა, არც მაღაზია, რა მთები არის, ალპებია ირგვლივ და ესეთ ადგილებში ხშირად ძვირი ღირს პროდუქტი.
საჭმელი ძირითადად. ჩემი აზრით 16 და 20, 16 ევრო და 20 ცენტი ნორმალური ფასია რა, ნორმალური ფასია. მაკდონალდსში უფრო შეიძლება კარგი საჭმელი შეჭამოთ, უფრო ბევრი, მაგრამ ეხლა ლაზანიას და ესე რო არჩიო, ესეთი ის არ არის რა, მაკდონალდსში ძირითადად მშრალი საკვებია ხოლმე. ნორმალური ფასია ჩემი აზრით. ეხლა მძღოლი რომელიც ხშირად ესე დადის, ესეთ ადგილებში, რო ძალიან ძვირი დაუჯდება რა თვის ბოლოს ყვება, იმიტომ ეხლა ეს დღეს არ ეყოფა ხო ადამიანს, ეს არის ერთჯერადი საკვები და დღეში რო შენ დილითაც ჭამო ესეთი, მე საღამ შუა დღეს სამჯერ მაინც ხო უნდა ჭამო და ეხლა სამჯერო 16 და 20 გადაიხადო და ძალიან ძვირი გამოდის. ასე რომ ყველაზე კარგი ვარიანტია იყიდო პროდუქტი მაღაზიაში ერთი კვირის, ორი კვირის სამყოფი და შენთვის გააკეთო მე რა გაზი გვაქვს, აგერ ქვაბია, ტაფა იქ ხახვი მაქვს, ზეთი რა, ყველაფერი აბსოლუტურად ერთი ეგ არის რომ არ უნდა დაგეზაროს გაკეთება რა. და შენით რო აკეთებ გემრიელი გამოდის. ნუ ხა შეიძლება ნიჭი არ გქონდეს, მეც არ ვიცი, არ მაქვს ნიჭი საჭმლის კეთების, მაგრამ ამუღამებ რა მე აი რეცეპტებია ინტერნეტში შეხვალ რაღაცას. ეცდები რო გააკეთო და ბოლოს გამოგივა. ძალიან გემრიელი ლაზანია, მე ამის ჭამას გავაგრძელებ. Dankeschön. Ciao. Ciao. Այն შეგახედებთ რახან შეგპირდით აქაც ნახოთ. აუ დღეს რაღაცნაირად თავარი მე რა. მამტრევს მგონი გავცივდი, ძალიან სიცივეები აქეთ. შევიდეთ აბა. კაც დასასხდომებია, აგერ ყავა. ბურგერები. სნეკები. აფერი სტანდარტული ისა რა. ბენზინგასამართ სადგური. აქ ბურგერს ალბათ ისიყიდის, ვინც მივა იმ რესტორანში და დაკეტილი დახვდება რა დილის საათებში ან საღამოს საათებში. ეხლა 1:15 წუთი ვისეირნებ აქ პარკინგზე და აი შევალ მანქანაში დავისვენებ. აუ მოტორში არ ჩაასხასტო. ერთმა ქალმა ეს დორნიკების სითხე რა ჩაუშვა პირდაპირ მოტორში, მეორედა ქალი უღებდა ვიდეოს და ვინც ასხავს ამბობს რომ რა თქვინდაო კაცებიო. აუ ქალებიო ვერ ვაკეთებთო მანქანის საქმესო? ანტიფრიზი კი არა და ის დორნიკების სითხე ჩაუშვა მოტორში. დედა მოუტყნა მანქანას ივენ. მოკითხვა ქალებს. არა რაც ადამიანის საქმე რაც არ არის ის არ უნდა გააკეთო რა. რაც გამოგდის ადეკი და აკეთე ის. გიშლის ვინმე სიმღერას, ცეკვას, ცოლობას. ხო აი ბუნებისგან რაც შექმნა ღმერთმა ადამიანი და აუ დღეს მაგარი აჭრელი ვარ. ქალი და კაცი ხო, ქალს თავისი უფლებები აქვს, თავისი ბიოლოგიური დადებითი ბენეფიტები აქვს და კაცს თავისი. კაცს მე ბევრად კარგად გამოსდის რა მანქანის კეთებაში, რემონტი, ეს ტექნიკური მხარე და ქალს უფრო ემოციური, უფრო ლაღი რაღაცა ცხოვრება რო გაგვიმხიარულოს ესეთი რა.